გაუმარჯოს YouTube-ს, ყველას მოგესალმებით. დღეს გვინდა ესეთი ეს MP არის თუ უკვე იჟია? MP27. ხო, რა გადმოატრიალე? ეს არის MP27 EM 1C ნიშნავს ერთის პუსკაურის. ხო, ერთი ისა. ერთსასხლეტიანი MP27-ია, საცვლელი ჩოკებით. დღეს ახლა ჩვენ დაყენებული გვაქვს ზედა არის 4 ჭრილით, ქვედა არის 3 ჭრილიანი, იგივე ნახევარი ჩოკი. ახლა მე და ირაკლის იმდენჯერ გვაქვს ამ MP27-ზე, იგივე ყოფილი 27-ზე ნასაუბრები, რომ თეორიულ ამბავში ძალიან შორს არ წავალთ. ახლა ერთადერთი ის არის განსხვავება, რომ ეს არის კაკლის კონდახით და C4 და ერთსასხლეტიანი. ჩვენს ქვა აგერგდია 35 მეტრზე, იქით სამიზნე გვაქვს მოწყობილი და სხვადასხვა ნომრის ტყუებით, ძირითადად ესენი არის ზუბერები არის, 9 მარცვლიანი კარტეჩებიც გვაქვს. აქ არის ასევე რა ნომერია ეს აქ 9 ნომერი 30 გრამი, 5 ნომერი მეც მაქვს 1 2 წალი, 7 ნომერი იმის გლავპატრონის წამოღებული და მაგით გავისვრით. ირაკლი დღეს არ აყვავს სამწუხაროდ, ქალაქში არ არის და ახლა მეგობარმა დარეკა რომ ეს თოფი მაქვს და გავისროლოთ, ნახოთ ახალი შეძენილია და როგორ და რა იქნება. დავიწყოთ, მოდი სამწყერე ვაზნით, არ ჯობია? ეს არის 9 ნომერი 30 გრამიანი. უკონტეინერო ერთი გავისროლოთ, მე მგონი ჯობიას 4 და 3 ჭრილიანში დიდი განსხვავება არ იქნება და თუ გინდა კლასიკურად ნახევარი თუ გინდა მაგითი პირველი ქვედა სისვრის? თუ მიუწევ ფეხს, მაშინ ზედა სისვრის. ხო. მისაწევი აქვს ფეხი. კარგი, მაშინ ისა ვქნათ, რა ქვია. ზედა? ნახევარი ჩოკით, არა, ქვედათი გავისროლოთ 3 ჭრილით. დადექია იმ ქვასთან და მე აქედან მოვალ რომ და მე მოვნიშნოთ აბა ერთი რაზე. ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტული ზუბერის ვაზნა, ახალი ნაყიდი გააქვს? თოფთან ერთად იყიდა. ხო, ნუ წელი არა. ხო, ნუ რა ღირს ახლა ეგ ზუბერის ვაზნები არ ვიცი, 30 გრამიანი უკონტეინეროა. ხო. 35 მეტრიდან 3 ჭრილით ვესროლოთ აბა ერთი. ეს 9 ნომერი მწყერზეც გაია, მე ხშირად ვყიდულობ ხოლმე და მე რომ მომრჩება ტყის ქათამზეც ხმარობ. კარგი იყო. ეს იყო ზუბერის ვაზნა, ჩვეულებრივი სტანდარტული ნომერი 9 30 გრამიანი ბიორის ფიშზე, უკონტეინერო. იმედია ჩანს, ესეთი თანაბარი გაშლა მივიღეთ და მშვენიერი შედეგია. დაგვავიწყდა, გვეთქვა რომ თოფის ლულები არის 71 სანტიმეტრი. პირველ გასროლას ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა, თითქმის მთელი სამიზნე აღებული იყო და ეს ახლა ამოვიკითხეთ, თოფი არის 2015-იანი და არის ეჟექტორზე. ეჟექტორზეა, ანუ გასროლის შემდეგ და გადახსნის შემდეგ ავტომატურად ისვრის იმას განასროლ მასრას. შეიძლება ხო გათიშვა მაგ ეჟექტორის? ხო, შეგიძლია გათიშვა და უკვე იმუშავებს მერე როგორც ექსტრაქტორი, ანუ მხოლოდ თავს ამოწევს. რაღაც ბერკეტი აქვს თავისი. დასატრიალებელი აქვს. გვერდიდან აქვს ისა. შეიძლება რაღაცა აქვს. ტრიალებს მერე გაჩვენებ რა. ეხლა მინდა აი ეს ჩემი დატენილი 11 ნომერი 26 გრამიანი გავისროლოთ. ზაქრო ჩადე ეს ჩემი დატენილი, ეს არის იმაზე რა ქვია მაქსამის დენტზე აწყობილი 11 ნომერი 26 გრამი, ისევ ქვედათი გავისვრით, რომ არ დავარღვიოთ რა კლასიკურად, ეხლა საშუალოდ უმეტესობა 3 ჭრილიანს ხმარობს ხოლმე და ამ თოფს როგორც მითხრეს ცილინდრი, ანუ 5 ჭრილიანი არ მოყვა მხოლოდ 4-იანი, 3-იანი და 1-იანი და ეხლა დიდი განსხვავება არ არის 4-იანსა და 3-იან შორის და ამიტომ ისევ 3 ჭრილიანით იგივე მანძილიდან ვისვრით ჩემ დატენილ 11 ნომერს 26 გრამიანს. ზათა ხარ? ზაქრო მიდი შენ.
იქ ქვასთან დადექი მიდი. ეხლა უყურე მოიცადე შედარებით ექნება უფრო ნაკლები უკუცემა 26 გრამია და დენთიც ცოტა ნაკლები ყრია და აი ნახოთ მე შედეგი როგორი იქნება დაფაზე. როგორ შეგრძნება იყო? უფრო მსუბუქი ხო? გადახსენია ერთი ამოაგდოს ის. გაისრულა ხო? არა? ხო, მივიდეთ აბა ახლა ვნახოთ იქ. ეს იყო ჩვენი დატენილი ნომერი 11-26 გრამიანი და ბევრგან კიდე წერტილებია დასასმელი. აი 1 2 3 4 მანდაც. რამდენია აყევი? ერთ სიტყვით აი აქ ესეთი სურათი მივიღეთ და ძალიან კარგად გაშალა ესეც. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი ჩოკი იყო, კარგი გაშლა ჰქონდა. ჩვენ ახლა იმ შევცდით 35 მეტრიდან კი არა, სამწყერე ვაზნები 25 მეტრიდან უნდა გვესროლა. 25 მეტრიდან კიდე მეტი შეჯგუფულობა ექნება. და აი ნახეთ, აქ ესე ამოხრით ამხელა, ეს პიჟი მოვიდა. ეს ქაღალდის კონტეინერზე იყო, მაგრამ პიჟი იყო იმის რა ქვია. ობტურატორი იყო პლასტიკის და ზევიდან მერე ქეჩა და ისინი რა ქვია, გაუჩუკების მონაცვლეობით იყო სენდვიჩი გაკეთებული. ძალიან მაგარი შედეგი აქვს. ეხლა მინდა იგივე სამი ჭრილით ვისროლოთ ეს გლავპატრონის ქარხნული ვაზნა 7 ნომერი 34 გრამი, მაღალი სიჩქარე. იცით თქვენ ეს ვაზნა ბევრჯერ გვისვრია და ქვედათ იქენი ისე ბაბა. იგივე მანძილი, ჩვენ წაღან იმაში შევსდით, რომ სამწყერე ვაზნები ცოტა უფრო ახლოდან უნდა გვესროლა. დადექი იქ. ძალიან დიდი ძალით მოხდა. ეს იყო გლავპატრონის ქარხნული ვაზნა ნომერი 7 34 გრამიანი კონტეინერში. ესე კარგად და თანაბრად მოხდა გადანაწილება საფანტის. ზაქრო ახლა მე რასაც უყურებ, ეს თოფი არის იდეალურად ისვრის ამ იმას რა ქვია. მე პირველად მიჭირავს ეს მოდელი არ მინადიდი ახლა ვიყიდე. ხო, ახალი შეძენილი აქვს ეს და პირველად მიჭირავს. 35 მეტრზე ესეთ კლასიკურ მანძილზე, ხო. ეხლა პირველ ნომერს ჩოქს, ანუ ერთხაზიანს არ გამოვიყენებთ სამიანით ვისვრით უმეტესად. ხო და ეხლა გავისვით 5 ნომერს, მერე კარტეჯს და აგერ გეკოც ქონიათ წამოღებული და ალბათ გეკოსაც გავისვრით. ვაგრძელებთ ჩვენი ვიდეოს გადაღებას. ეხლა ჩვენ გვინდა გავისროლოთ ზუბერის 5 ნომერი 34 გრამიანი კონტეინერში. ეხლა იმ საშუალება რო გქონდეს, რომ ეს დავშალოთ, ამოვიღოთ და კონტეინერს ფრთები დავუხიოთ, კარგია, რომ გაისვრი ვეცადოთ, რომ იქნება ვიპოვოთ ისა კონტეინერი და შევხედოთ. ფრთები ყველა გახსნა თუ არა. ზაქრო ცოტა ისე დადექი, რომ მეც გვერდიდან მოგიდგე და გადავიღო, მიდი ქვასთან. ისევ ქვედა ლულა სამჭრილიანით, ანუ 0.5 შევიწროება. დაძრა ის. და მე მგონი კონტეინერიც კი მიიტანა იქამდე. მაინც ეხლა რო გავისურვეთ, ეს იყო ზუბერის ვაზნა 5 ნომერი 34 გრამიანი კონტეინერში. და კონტეინერის ნახვა გვინდოდა, იმიტომ რომ თუ ყველა ფრთა დახიაო, მაგრამ იმდენად თანაბრად არის, აგერ ხედავთ თქვენს განაწილებული, სამიზნე არის, დამავიწყდა თავიდან მეთქვა, სადღაც 60-60-ზე რა. ეგეთი სამიზნეა, სავსებით საკმარისია მანძილისთვის და რა ვიცი, ეს 5 ნომერი ზუბერი არის მშვენიერი საიხვე ვაზნა. ისეთი მომწვანო ფერის დენთი ყრია გვერდიდან ემჩნევა, რომ დიდი ალბათობით ნობელ სპორტის დენთზეა ეს დატენილი. კარგი ვაზნა არის, მომეწონა ეს. ჩვენ ახლა გვინდა გავისროლოთ, აი რადგან აქ გვაქვს
9 მარცვლიანი კარტეჩი. აი ესეთი ვაზნა არის. აწერია ვენომი. არც ვიცი მე პირველად ნახე ალბათ თურქული იქნება. ხო და 8.5 მმ-იანი 9 მარცვალი ეგ მოხვევით გაკეთებული, ანუ ეგრეთ წოდებული ზაკრუტკით. 9 მარცვლიანი კარტეჩი მაინც და მაინც არ მიყვარს მე, მაგრამ ვცადოთ ახლა ეს ჩვენ გავისროლოთ იგივე 35 მეტრიდან ზედა ლულით, რომელზეც გვაქვს 4 ჭრილიანი ჩოკი დაყენებული. საკმარისია? ხო, სელექტორი ახლა გადართო, ვინაიდან მოიცადი არ გაისროლო, ვინაიდან ეს არის ერთსასხლეტიანი სელექტორი გადართო, რომ პირველი გაისროლოს ზედა ლული. აი წეღანაც რო თქვი, რატო არ მომწონს ეს კარტეჩი. ერთი არა აქვს, მეტი აქვს, 4 აქვს მოხვედრილი. სამიზნეს ხო? სამიზნეზე მოხდა 1 2 3 4 დანარჩენი ზევით წავიდა. თვითონ ამ ფურცელზე მოხდა 1 ცალი. სამიზნის თავზე კიდე 3 ცალი. ვერ ვიტან ამ 9 მარცვლიან კარტეჩებს და ეხლა მინდა რომ ეს ადგილი კი დამახსოვრებული გვაქვს ეს 1 ცალი და ეხლა 3 ჭრილით მინდა ვესროლოთ აბა იგივე კარტეჩი. როგორც თქვით ახლა იგივე ამ ვენომის 9 მარცვლიან კარტეჩს ზაქრო მოდი ვისროლოთ 3 ჭრილით. არა, ჩვეულებრივად გაუსწორე. როგორც უსწორებდი, არ იჩქარო და თანაბრად გამოკარე ეს სასხლეტი. კი, ეხლა მეტი აქვს, მინიმუმ 3-4 ნახრებს ვხედავ სამიზნეზე. აი როგორც გითხარით, იქიდანვე დავინახე, რომ ესე 5 ცალი მოხდა. მაგრამ 9-დან 5 მაინც ცუდი შედეგია რა. ეს იყო 3 ჭრილით ნასროლი. აი დღეს დავამთავრეთ ამ ჩემი მეგობრის ახალი შენაძენით საცდელი გასროლები. შეგახსენებთ, რომ ეს იყო 2015 წლიანი MP27 ერთსასხლეტიანი მაგნუმი ეჟექტორებზე ლულის სიგრძე 71. ნუ ზოგადი წარმოდგენა რაც ვისროლეთ ახლა გლავპატრონიც ვისროლეთ, ჩემი დატენილიც ვისროლეთ, ზუბერებიც ვისროლეთ. კარტეჩის გარდა სულ ყველამ დატოვა გადასარევი შთაბეჭდილება. ეს იყო 11 ნომერი, 9 ნომერი, 5 ნომერი, 7 ნომერი, ანუ მთელი სპექტრია, რაც ძირითადად ფრინველზე გვიწევს ხოლმე ნადირობა. ხო და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რა ვიცი, ალბათ გამძლეთობი გამოდგება, გილოცავ შემოზაქრო შენაძენს. ხო და ეს მაღაზიიდან არ იყო, მეორადია ხელზე, მაგრამ ძალიან კარგ მდგომარეობაში იყო და რასაც უყურებ, მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა ამ თურმა. ხო, უპრობლემოდ მექანიზმი გამართულად მუშაობს, ჭრა კარგია, დალაგება კარგი აქვს. მართალია დღეს ახლა მხოლოდ ერთი 3 ჭრილიანი ნახევარი ჩოგით ვისროლეთ, მაგრამ აი შუალედური ის ავიღეთ რა. თუმცა თობს ცილინდრი არ მოყოლია, მოყვა სულ 3 ჩოკი, 3-იანი, 4-იანი და 1 ჭრილიანები. ნუ მე ალბათ სრული შემთხვევაში და შესაძლებლობების შემთხვევაში იყიდის და 2-იანსაც და 5-იანს ცილინდრსაც დააყენებს. 5-იანი ზედა წეზე, ხო? წეზე ტყის ქათამზეც კარგია. ერთადერთი ამ თოფზე დაგვრჩა ახლა არა გვიწონია რომ წონა გაგვეგო, მაგრამ მაგას მე ავწონით და ცალკე გეტყვით კიდე. ეხლა გადავიდეთ მეორე განყოფილებაზე. ეხლა კი როგორც გითხარით, გადავდივართ მეორე განყოფილებაზე, ეს არის ეგრეთ წოდებული გეკო, ანუ 22 LR ბრაზილიური ფირმა როსის წარმოება, როსი 7022. ეს არის ნახევრად ავტომატური, აი სემი ავტო აწერია, 10-იანი მჭიდით და აი ისე თავისით გადატენის გასროლისას. აი ესეთი სამიზნე კორა აქვს, უკან მწვანე 2, წინ წითელი და ალბათ რაღაც სარეგულირო თავისი ისა აქვს. ალბათ კი.
მეტრებზე, ხო? ვალი სარეგულირებელია. ჩვენი მეგობარი ნუგზარი, ვინციც არის ეს თოფი, ეხლა დავტენით და იგივე სამიზნეზე, რასაც კარტეჩები ვესროლეთ, იქ მოვნიშნეთ კარტეჩის შემავალი ისინი, რა ქვია, ჭრილობები ასე ვთქვათ და ეხლა დავაყრით გეკოს. ვეცდებით ის შავი შუაგული დავაზიანოთ, რაც შეიძლება ზუსტად. აბა გთხოვთ ეხლა. კარგი ბატონო. უგზავ ერთი აი ვაჩვენოთ როგორ ხდება გამოღება მჭიდის. აი მღილაკი. ამას მიაწვევი. გამოდი შეულევი. ათიანი კინის მჭიდი. მჭიდები აქვს. სკინის მჭიდები კომპლექტში არის 2 ცალი. ეს უკვე 10-ვე დატენილია, ეს ხო? დატენილია. და ერთი წუთი მაჩვენე. გადმოვაბრუნოთ. ხო, აქ აქვს თავისი აი ეს ინფორმატიული ის არის მჭიდები, რომ დატენილი რო არის, ჩანს, რომ შევსებულია. 10 გაისვრის ნუგზარი, 10 გაისვრის საკრო. ზაქრო. всё, უკვე დატენილია. ხო. აგერ 35 მეტრიდან აი ამ მანძილიდან მოდი. უნდა მიაყარო თუ დინჯათ. საყდენი არა გვაქვს ვისვრით ის ხრიდან რა ხელიდან. გაისვრის ბოლოს ეგარი. არა, არ წაიღო, არა მოაგდო ერთი ცალი. ჩანს. არ შეიტანა ბოლო. ეგ უკვე მგონი ტყუის ბრალია, ბოცადოთ. არა, ამას გადავაგდებ, გაგონულია. ერთი ცალი დაზიანებული ტყვია იყო და აღარ შეიტანა. ნუგზარი ხელი მიკანკალებდაო და ქვევით არის აი 9-ვე მორტყმული აქ ერთი იყო ასე ვთქვათ ბრაკი და მოდი წითლად დანიშნე. ეხლა 35 მეტრი არ არის დიდი მანძილი. გეკოსთვის უბრალოდ მომზადებელი იყო და ხელი მიკანკალებს კაცმა პირდაპირ თქვა. ხრავე მოხვედრილია. აქ ეხლა ამ რადგან გულში არ მოხვდა სამიზნის შეცვლასაც აზრი არა აქვს და 10 ტყვიას დავაყრით ეხლა ზაქრო ესვრის ეხლა უფრო ალბათ ხელი უფრო მაგრად ეკრება და არა უკანკალდება იმას ხელი. ხო, დაგვავიწყდა ამ თოფს ისა მცველი აქვს ჩვეულებრივად კლასიკურად აგერ დამცავ რკალთან. აი ესე რომ გახსნილ მდგომარეობაში აქ ჩანს წითელი, ანუ ცეცხლის გახსნისთვის რომ მზად არის, ამიტომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჩავკეტოთ და დავტენოთ ეხლა ზაქრო გაისვრის მორიგ 10 ვაზნას. ასე, გადმოწია ახლა. არა, ჯერ არა. შეტრიალდი იქით. შეტრიალდი, როცა იქნები პირით სამიზნისკენ, მე ახლა აქედან დაგიდგები. გადმოდენე, რომ გავუხსენი. წითელი უნდა ჩანდეს აქ. იქიდან ხო, მცველი მოხსენი და
7 8 9 და ეხლა უნდა დატოვოს ღია. აი როგორც გითხარით, მე-10 გასულის შემდეგ ჩამკეტი დატოვა ღია. წავიდეთ აბა ვნახოთ ეხლა, მაგრამ რასაც უყურებ ზაქრო უკეთესად ესროლა. ზაქრო, შენც კაი აცაბაცად გისვრია. რამდენია? 3 4 5 6 7 8 9 10-ვეა. მოდი ეგეც ისქენი. წითელი იმით, ოღონდ რგვალით კი არა, ეგ ან სამკუთხედში ჩასვი, ან 4 კუთხედში. პირველად მიჭირავს ეს თოფი ხელში და ხო, ჯვრები. დათო, ბატონო. თუ გინდა პატარა სამიზნეს დაგეკ. არა. აგერ ჩანს აღარა აქვს აზრი. ეხლა მე გავისვრი 10 წელს და ვნახოთ აბა მე რა შედეგს ვაჩვენებ. იგივე სამიზნეს ეხლა განსხვავებული რომ მოხდება, ნასროლები ყველა მონიშნულია და ადვილად გავარჩევთ. ეს 10 წელი ეხლა მე ვესროლე. ხო და 2 წელი მოვარტყი ცენტრი დავაზიანე 1 2 3 აქ მე-4, იმიტომ რომ 1 აღნიშნულია 5 6 7 8 9 და აგერ მე-10. აქ 3 ნახურეთია, 3-დან 2 მონიშნულია მე-10, ანუ 1 2 3 4 5 6 7 8 9 და 10. კარგი შედეგია რა, მე მომეწონა, პირველად მეკავა ეს თოფი და ასე პირველად დაკავების კვალობაზე კარგი შედეგია. მე რომ მიეჩვევა შეიძლება სამიზნეც დასარეგულირებელი იყო. და მაგის ბრალით შეიძლება იყოს. პრაქტიკის ამბავია ყველაფერი და თან არა კაი შედეგი დადი რა. ხო, შედეგი კარგი არის, პლუს მაგას მინდა აღნიშნო, რომ საერთოდ არ იგრძნობოდა უკუცემა. აი, რა ვიცი, იმასავით ფანქარივით ან სუბუქია და საერთოდ არ იგრძნობა უკუცემა. უცებ ეხლა შევაჯამოთ ამ თოფის შთაბეჭდილება. ძალიან სუბუქია, ძალიან კარგაზის ხელში. პრაქტიკის ამბავია და რა ვიცი, უკუცემა თითქმის არ აქვს. და პირველად რომ მეკავა და ესე 2 წელი შიგ ცენტრში მოხვდა, ეგ უკვე კარგი შედეგია. მომეწონა, აი რესურსი როგორ აქვს და რამდენ ხანს იმუშავებს გამართულად, ეგ უკვე სხვა ამბავია. ვნახოთ ეს რამდენი ხნის წინ არის ეს თოფი ნაყიდი? ახლა ერთი თვიანი. აჰა, 1 თვის ნაყიდი თოფია და საკმაოდ ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა. ეს ალბათ ხეშია, ის ხერა არის, მუხა, კაკალია, ხო? აზია რა. ხო, ლამაზი ფერის ისა აქვს. კონდახი. თვითონ. ხე. კარგით, აბა დროებით ამით გემშვიდობებით. ამ 2 თოფის ჩვენება გვინდოდა და მე მგონი ურიგო არ გამოგვივიდა და გამოიწერეთ ჩვენი არხი, იმეგობრეთ, დაგვიკომენტარეთ, ლაიკები დაგვიწერეთ და გახსოვდეთ, რომ რაც მეტი კომენტარი იქნება, რაც მეტი ლაიკი იქნება, YouTube-ს ისეთი ალგორითმი აქვს, რომ რეკომენდირებულებში აგდებს ამ ვიდეოს და ძალიან ხშირად აჩვენებს პირველ თავარ გვერდზე ხოლმე, რომ ხალხმა ნახოს მერე, რაც შეიძლება მოიზიდოს მაყურებელი და ბევრმა ხალხმა ნახოს. დროებით გემშვიდობებით და ერთი პატარა მინდა დავაანონსო, რომ ირაკლი რო ჩამოვა, რო დაბრუნდება ქალაქში, მერე სრულიად განსხვავებული თოფის მოდელი გვაქვს გეგმაში, რომ გადავიღოთ და არ გამოტოვოთ ჩვენი ვიდეო. აბა დროებით ყველას წარმატებას გისურვებთ.